როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჭრილს, არც თუ ისე ბევრს აწუხებს ქალაქში დარჩენის სურვილი. მათ ძირითად ბირთვს შეადგენენ ღრმატპატივცემული ლექტორები, სწავლას მაწყურებული ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა მშობლები. მშობლები ეძებენ, მშობლები დარბიან, მშობლები ღელავენ, მშობლები წიკხდებიან, მშობლები და საერთოდ იქ სადაც მშობლებია, შვილები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენც სწორედ მშობლები გვინდა დავიწყოთ ეს ფილმი. ოჯახის მამა და მარჩენალი მელიტონ ბელთაძე. თბილისელი. მისი მეუღლე ალისა, ქალი საკმაოდ ენერგიული, პროფესიით იასახის. სიდედრი, დედა და ბებია, ქალბატონი გულცა. ალისა სიდეური ბელადი, ყველა საშინაო და საგარეო საგერში. გულცას მეუღლე, პატივცემული გაბრიელი. შორეულ წარსულში მომღერალი და ლოტბარი, აცგანსვენებული. ცხადი ამ საპატიო მიზეზით იგი ფილმში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში. ოჯახის იმედი და მომავალი რეზი. მაპატიეთ. მიპატიეთ. ჩემს გამოდარჩი. ეგ არაფერი.
ვინც ის სად გაგვიანდებოდა. ნამდვილად არსად. თავისუფალი მოქალაქეა. 1 სექტემბრამდე. აჰ, სტუდენტი ხარ. დიახ. მომეც მოგეხმარები. არა, გმადლობ. მე თვითონ. რატომ დირი გენეცვალე? აი ბიჭმა გამიტეხა თოჯინა. შენ გავუტეხე თოჯინა? ა? მომეც გენეცვალე. ნუ დი. მომე. დამჭირ. რეზიკომ სკოლა უკვე დაამთავრა. აქ სულ მალე მზრუნველი ხელი ალბათ ჩააკრავს სურათს. სტუდენტი რეზიკო ამ ხანაგებს შორის. მაგრამ მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ოჯახში ეს სერიოზული საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. კარგი იქნება ხა ცივი ყნულ გვერდებში. მაგრამ მიგაღისებს. სანაფერს არ გაჯიმა. ალიშა. გენაცა, მე ფიქრობ შენ უნდა გავიდე ქალაქში. სანამ რეზიკო ფეხს არ შეძგამს კონსერვატორიაში ვერსად ვერ წავალ. გულს არ უყვარს ხუმრობა. რა ვქნა? რატო ღელა? ტენორებს ახლა სანთლით ეძებ. სანთლით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილება. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ხელში. თუ კომისიაც ამაზის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჭვი გეპარება. არა, მაქს. მაგრამ მი გამოდგება. გთხოვთ. ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. შენ ჩემშიაც ჩაგალიფ წინვალი მომავალი. ჩამკეტი ამ 4 კედელში. ვაიმე. გული. ალისა. თუ გეშინე. ალისა. რასნიშნე? ვის ხაშიმდაებ შეუსიმის. კონსერვატორიაში და აკადემიაში მივაღები. ახლა თავისით ვინ აბარებს მელიტონ? თავის დროზე შალია პინც არ მიიღეს ჩვენს ოპერაში. მაინც შენ გარაგინდა. მე ხომ არ მივიღებ მის მაგილა. მაგიაც! რა სჭირს ბაბუამიცის შვილიშვილს ხმის სამღერალი? უნდა დატრიალდე მელიტონ ქვეყანას იცნო. ოჰ. გთხოვ დაანებოთ გუზებს თავი, როდესაც ხდება ასეთ მნიშვნელოვანი საკითხი. გუზების მოგლის უფლებას არ აქვს, ხო? მე მგონია მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც მიმაჩნია. თქვენ ისიც მიგაჩნიათ, რომ საკუთარ შვილის ბერძეც სხვამ უნდა იზრუნოს. არ ვიცი ვის რა მიაჩნია. მე კი დღესვე შემაქვს რეზიკოს საბუთები კონსერვატორიაში. კი ბატონო. დავტრიალდები. ვირთე. ხალას დავას. აი ისიც. მომავალი ვანო სარაგიშვილი. იქნებ კარლზოც კი. გაიცი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეზიკო. ხვალ საბუთები შემაქვს კონსერვატორიაში. ეს ხომ ისი ნაცნობია, მუსიკა ვწოდნე. რა ქვია? გასყავოს ვარტება, თუმცა რა დროს ეგა? ასეთი პაციენტი 1000-ში ერთი იბადება. ოდიში. გამარჯობათ. რა დაგემართათ? კბილი. მე? მგონი აქვია პოლიკლინიკა. მიაგერა რა ვარ?
თქვენ ამისთვის როგორ შეგაწუხოთ? როგორ გეკადრებათ? თქვენ გიკაწუხებთ და მე სხვაგან გაგიშვა? გმადლობთ. არავითარ შემთხვევაში. არავითარი პოლიკლინიკა. გმადლობთ. მოგზადით? გმადლობთ. აქია პოლიკლინიკა. ტაქსი! გმადლობთ. აქია პოლიკლინიკა. ახლა ვერ წამოვა. სხვა კბილზე შეგაწუხებ. სხვა კბილს მოკაცრებ. მიდი. არ შეგაწუხებთ, მაგრამ ბავშვი პირველად გადის გამოსტაზე. არ დამუწოთ. პატარა ბიძგი თუ არ ვერ იმღერებს. მოგეხსენებათ შარიაპინიცკი. არ დამუწოთ, ეხლავე. არ დაგაიხსნებათ, ხო? ესე იგი, ჩემი რეზიკო თქვენი იმედით. პირი არ დამუწოთ. ისოდიანი წყალი ყოველ 5 წუთში ხვალდილამდე. სწორედ ხვალდილით უნდა იმღეროს. ძალიან ღელავს. აბა თქვენიც. პირი არ დამუწოთ. ვოკალური მერვე ჯგუფი. ლირიკო დრამატიული ტენორი. ვოკალური მერვე რა მოხდა? არ დაგავიწყდეს. რეზიკო ბელთაძე მელიტონიძე. აუ. ესეც ასე. რაო? ყველაფერი რიგზია, აბა? ბევრად ჩემს ვაშკაცობასო. ლაპარაკო. რაც ხელა. კარგი ახლა ცივი წყალი. დედა, ბორჯომი. ასე? თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საკირო ოჯახური იდინი ისე. Do, re, mi, fa, sol, la, si, 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 do, re, mi, do, re, mi, do, re, mi, do, re, mi, mi, do, re, mi, fa, sol, la, si, do. მივოძეთ? ელთაძე, რევას, მელიტონის ძე. დავიწყოთ არა? გირდება ხო? აბა, რას გვიმღერებთ მატვილო? რაც გნებავთ. რაც მოამზადეთ, ის გვიმღერებთ. ხო. აბა, რა სიმღერებ? არაყიშვილს? მოცარტს, შუმანს, რა? თოლი. ჰა? თუ შეიძლება თოლი. შემოვხდი და გამიფრინდი როგორ თოლია, ინდი მინდი ფერა ჩინდი ბაგე ქონია. ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახველი, ჩამიტოვე თვალში ბინდი გუში ნაღველი. სადა ხარ თოლია, სადა ფრეს მომხარეს და ვინ იცის, შენ იქნებს უსვას ახარებ. ბევრი შემყალვის თანა ჩემო თოლია, მაგრამ ცეცხლია მიხანა. ვაცადო. იმღეროს. მოუსმინე. Sada presa fares, da
ვინიცის შენ იქნებ სულ სხვა სახარებ თორია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სულ სხვა სახარებ გამირბი ხარ და მათვალებ მაინც გიპოვი ჯაგიკოცნი ლამას თვალებ როცა გიპოვი თორია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებ სულ სხვა სახარებ ბევრი შეხვდა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლი ამისთანა არ მისქონია მე შენს იმისაში ვეთებ გულში ქონია ზეგინთია გაში მგერდზე ასე მგონია თოლია სადაფრეს მომხარეს და საკმარისია მადლობა საკმარისია გამირბი ხარ და მაწვალებ ყველაფერი გასაგებია. საკმარისია. ნიბზად Olimpiya გამღერეს? On სამშობლო აქ. მაინც იმან გამაჩერა. შენ რომ იცი. და გასაგებია? ისე სხვა კვილი ხომ არ მოაძრა. რა ვიცი. და შენ გადაირევა. ბებია ჩემი? ბებია. მან დამობა. მართლა მახარობელი ვინ იქნება? შენ გეხუმრება და ერთი მე მკითხე. ცეცხლი მიგებია. მამიკო. ხომ არ გასარგებლა? რა აზრი აქვს? პირველი სტერიკები მაინც აქ ხდება. დედა ხარ? დედა. 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 დედიკო. ნუ გეშინია ჩავაბარე. რა? ყველაფერი კარგად არის. მოდი. ჩააბარე, ბიჭო. აბარე. ჩააბარე. ხო? აღარ მომასწრე რა. ძიან, იცით რეზიკო სიმღერაში 5 ანი მიიღო. ვა, ედავში რა უკრია? ამ სიტყვაში სიმღერა ხუმრობაა? შენ იგითხარ ამას? დედა გუცა გაგიჟებულია სიხარული. ამიკო, რეზიკო კიდვალე თუ მღერია? ახლა, დიდი. აბაზი. რეზიკო გაგცადე გამიდა? მე როგორ ეშინო და ალისარ? სად გამოჩნდა ბაბუამის ისნიცი? რა გაუძლეს? რეზიკო, ამოსები შემოდი. შევიდაგე. შენგენაცა სადამე კარგი მამიდო. ისე შეხვედრას არ ავშავ. ეს რაც ეს ჩამალ. რა მიქენი ბიჭო? აბა რამე. კი მაგრამ აცი რა თქმა. მამა, გინდა სადმე მართლა ჩავაბარე. სად? სადმე დაუსწრებელზე.
ერთ თვისია მისაღები გამოცხადდა. რა აზრი აქვს? და უფრო ადვილად გადიტანე. არ გამო. მამა მოემზადები. თუ არ მუშაობ, დაუსწრებელზე ვინ იგიღებს? სულ დამართ. რეზიკო. იქნებ მართლა წაიმუშავა? წაიმუშავა მე. სად მე? სად სულეთია? სანამ გამოსდებ ჩავარებდე. რეზიკო. რეზიკო შვილო. ნელიტო, მომილოცავს. ჩავარა. ენაცვალოს დედა ჩემი სიამაყე. რეზიკო. ერთი წუთი. სულ ასე კარგად ჩაგებარებინოს დანარჩენიც. მან. შენიცი როგორ გვასახელებ. თამაზი თურმე შეჯიბრში გიწევს. რა ვიცი, ერთი გენახა მინდოდა. მე მგონია ხმა აქვს. შენზე კარგად ვინ მიხვდება, მაგრამ ახლა დაღლილი იქნები. არა, როგორ გეგადრებათ. წამოდით ამას. აბა, დავიწყოთ. ოჯახ. რას გვიმღერებთ ყმაწვილო? რა გნება? რაც მოამზადეთ ის გვიმღერეთ. ყველაფერი მოაგვარე. სად? სათამაშოების ფაბრიკაში. რა? თამაშოები, რის სათამაშოები? ასეთი ფაბრიკა არსებობს საერთოდ? აბასად კეთდება და საწვავი სათამაშოები. უფრო ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრე? იქნებ მინისტრობა გინდა და მიმალა. სად მივხვდი? შეხუმრობდა, მე მოვხვდი ამდე სირბილით. მაინც სად მიაგენ? დირექტორი ჩემი მეგობარია. მსახიობი იყო. ახალგაზრდობაში ერთად მონაწილეობდით დრამტრეში. მაგრამ რა უნდა გავაკეთო იქ? სასწრაფი აკეთებ. როდიდან? სალარ უნდა იწყება. თხოვე. 1 სექტემბრიდან. თანხმობა უჩემოთ მიგიცია და მე რა შენი სტივიკო. დღეს უკანასკნელი გამოცდა აბადოცემულ პროფესორო. კეთილი. რა ხუთიანები ჩაკიჯიგჯიგე? მოხალატე ვაშაკიძე, გასასვლელთან გელოდება ცოლი. ხო, ვაშაკიძე. პროფესორი ვაშაკიძე.
დედა, ამა შევიცნე რა. თავი გინდა მომჭრა. პირველი დღეა რა სიტყვენ პროფესორე. აუჩქარეთ. საკეითოთ ხომ არ ვიცი. რა დაგემართა ჯერ ბაც არა. ხის დაღებად იწება ხო? რა. რა დაიჭრა? აუ. ასეთი დილა ყველა ოჯახში რო თითებდება. ეს მხოლოდ დიდი ბრძოლით შეიძლება მოიპოვო. სულ რამდენიმე წუთით და ამ ოჯახიდან გასული კაცი პირველ ნაბიჯს გადადგავს ხელოვნების მწვერვალებისგან. აუჩქარეთ. ო, რა ამბავია, კონსერვატორია თუ ქარხანა? ო, რეზიკო, გაგიანდება. რეზიკო, აი ეს შენ გამოგადგება. ხანდახან დახედა, სტუდენტი ხარ. არ დაკარგო, რეზიკო. ბაბუა შენი საათია. თვალის ჩინივით გავფრთხილდები. არაფერი არ დაგჭირდა. ყველაზე წინ დაჯექი. აბა შენიც. მოიცა. რა იყო? შინაგან არ დამავიწყდა. დააგვიანდა. აბა შენიცი, რეზიკო. აბა, ბედნიერად, შვილო. ჭუით, რეზიკო. რა არის სათამაშოების გარეშე ბავშვის სიცოცხლე? ნული. ავიღოთ რევოლუციამდელი ბავშვი. ისმება კითხვა. რატომ იყო იგი გონებაჩლუ, ჩამორჩენი? პასუხი მარტივი. მას არ ჰქონდა სათამაშო. მას არ ჰქონდა სათამაშო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ასე არ არის? ასე არ არის? დიახ, ბატონო. ხო. კი. აბა, ახლა საქმე, ხმატვილი. რეკით? კარგია. ერთი წუთით ქალიშვილებო, ერთი წუთით დღეიდან ჩვენს რიგებს შეემატება აი ეს ყმაწვილი. რეზიკო, მოდი, სადა, მოდი. გთხოვთ იცნობდეთ რეზიკო დელფტაძე, სერიოზული ახალგაზრდა სხვათა შორის, უცოლო. აი ესეც თქვენი ახალი უბანი. სხვათა შორის ეს არც თუ ისე რთულია. აი უყურე. ხლევე. აი. ბატონო სევერიანი ხომ ფეხია? ფეხი ყოფილა, შებეშა. დოდო გენაცვალე ანახე. აი ასე. აბა არ შემარცხვინა. ახლა მეორე ფეხი. თქვენ თვითონ გააკეთეთ. სულ ადვილია. აქ დაჭდები. მოდით გოგო, ჩვენსკენ გადავიდიროთ.
დიდად პატივცემულო სევერია. როდესაც ხვალდილით სამსახურში მობრძანდებით და მიკითხავთ, ჩემს მაგივრად ცარიელი მაგითად აკვდებათ. მაგრამ რას ისა? ჩვენ ერთმანეთისთვის არ ყოფილვართ დაბადებული. მშვიდობით ბრძანდებით. კიდევ კარგი ნაცნობი არავინა. თქვენ ცდებით, პატივცემულო რეზიკო. აბა გაიხედეთ ფანჯრისაკენ? იცანით, არა? შემიძლია სახელიც გითხრათ. ლალი. მე მგონი მანაც გიცნოთ. რატომ გარიდებ თვალს? თუ გახსოვთ, თქვენ თვითონ უთხარით სტუდენტი ვარო და იქნებ არ ელოდა აქ თქვენთან შეხვედრას. შენს ნათესავებს არც დაურეკიათ. თითქოს არაფერი მომხდარაო. ო, რადიოში არ გამოუცხადებია. რადიოში არც გეებს აცხადებენ, მაგრამ სადა ამდენ ხანს? არ დაიგარია. ყოველ დღე ასე დაიგვიანებს? დღეს პირველი დღეა და ალბათ. ისე ლაპარაკობ, თითქოს ბავშვის სათამაშოდ იყოს ასული. ზოგს მართლა თამაში გონია ხელოვნება. მელიტო, ხო. ნამდვილად უნდა პატივისცემა. ვის და ვინც რეზიკოს დაეხმარა. არა, მელიტონ. რა ვიცი. ცუდად არ გაგვიგონ. არა, უხერხული. რა არის უხერხული? უხერხული ის არის კაცს წყალში ჩაუყარო ამაგი. მადლობა ღმერთშვილო, როგორც იქნა. რა დაგვიხეთკე, რედიკო გულები, მოდი. სადახავ დედა ამდენ ხანს? რა ვიცი ეს მუსიკაო, სიმღერა, ლექციები, პროფესორებიო. მამა, მოკითხვა შენი მადლიერი პაციენტები. ხომ არ დაიღალე? რა დამღლიდე? რა უცნაური კითხვაა. რედიკო, პროფესორებმა თუ გიცნეს შვილო. ხა. შემოვიდა თუ არა ის, რა ქვია? რომელი? ის ვაშაკიძე. ხა, პროფესორი ვაშაკიძე. პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. როგორ გიკითხოთ? მამა თქვენი ხომაა ყოჩაღადა. ახლავე დედიკო. ჯამე დედიკო. ალისა. უიმე. მერე სტუდენტებს მიუბრუნდა. ამ კვაწილს რომ უყურებთ, მისმა ხმამ გამოცდაზე უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭაო. ხედავ მელიტონ, არა აუცილებლად უნდა პატივისცემა. რა გვარია? რა გვარია? ვაშაკიძე. კი, ნამდვილად. ეყოფა, დაღლილი. დაასვენეთ. აცალე საჭმიჟამი. მერე კათედრაზე აბრძანდა და აჭიკჭიკდა. მარა რა აჭიკჭიკდა? სიტყვა არ გამომრჩენია. ჩაიწერე შვილო. თავში. თავში. ზეპირად. ისე ლაპარაკობდა რომ ცოდვა იყო სუფში არ გეცქირა. ისე მოგეწონა იქავრობა? აი, რა ბილი. რა იყო რეზიკო? რა დაგებარ? რა იყო ბილი? მე რას უყურებ? მოდი შევდან. რეზიკო, რა დაგემართა? პატრონი, ყველაფერი გიგზე იქნება. არა, თუ
შეიძლება რომ მშობელმა ასე გასწიროს ერთადერთი შვილი. რა მოხდა? ქალების ფარაში თხასავით ვარ გარეული. მერე მაგას საჯებია შესსულელო. მორჩა. ხვალიდან ჩემ ფეხი აღარ იქნება. დასამო ბიჭო. არ დამღუპო ბიჭო. მიხედე ბავშვს კვილი არ ამოაწყოს. რას ქვია ამოაძროს? რა უცნაური თქმა იცი. არ შემიძლია მამ. უნდა გაუძლო. რას უნდა გაუძლოს? მართლა კვლის ხომ არა? მაცალეთ. უნდა მოითმინე, სხვა გზა არ არის, მე გესმის? მოძმენა აღარ შემიძლია. რეზიკო. რეზიკო. მადლობთ. რისთვის მიხდი მადლობას? დედა, რატომ მადლობა არ უთხარიო? შენ რა ქვია? ლალიშე, მე რეზო. ანძია რეზიკო, სულ ერთია. ჩემს მასეს რეზიკო ქვია. მართლა მოგითხო გადაეცი. ჯერ არ იცის ლაპარაკი, პატარა. მაინც რა მხელა? დედიკომ და მამიკომ უნივერმაღში. გასაგები. სულ პატარა, აი ამ არა უშავს. აი, ის ძიაც მაგხელა იყო. იცია, კიდევ გაიზრდა. რეზიკო, დიახ. ბიჭო, ისენ ადრე მოსულხარ, ა? მე მგონი საპატიო დაფა არ აქცდება. ოჩახ, შენ მამა როგორა? მარო განიცოდი ერთი ამ ახალგაზრდა სპეცნახსაცმელი შეურჩი. კი, მაგრამ ბატონო სევერიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ქალებისათვის. მაშინ ახალი კი ბატონო, წამოვბრძანდი. ვალიკოს გამომართო. ეს რომელია? რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩმონგი? იმიტომ რომ ასად ქონა სათამაშო. სწორია. გავაგე. ნამდვილად ბედი არ ქონიათო. მთელი ღამე სარკესთან გააცელა და ვისთვის? შორის ძალიან ტკბილად მეძინა. რატომაც არა, გვერდზე მოგისკუპეს. ვისაც უნდა უთმო? რა? ადგილსაც და მეზობელს. აბა, გამოტყდი. ვის გინდათ? ეს ადგილი ეთერის ეკუთვნის. ნები შეუღებია. შევიღები? სულაც არა. უბრალოდ ლანდატონით დავიბარ. რადგან ასია? ყიდი ადგილს. ასიმანეთი 1, ასიმანეთი 2, 1000 1, 100,000 100,000 მილიონი 1. მოიცად, გოგოებო, ძალიან ადგილი, ვისდრაფი. გული მიგზნობს აუცილებლად მოვა. გოგოებო, სიზმარი ვნახე. ყველას საქორწილო თეთრი კაბები გვეცლა. თმებში მინდვრის თეთრი ყვავილები გქონდა ჩაწნული. ვიდექით და მოუთმელად ველოდით მის გამოჩენას. აბა ვის აგვირჩევს? ვის აჩუქებს ღიმილს? ამ დროს კარი გაიღო და
დროს მეც გამეღვით. დოდო გენაცვალე, ის ხომ არ შემოსულა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი სირბილაძე. არა ბატონო სევერიან არ მინახავს. ის ხომ არ არის? ოხ, რაგაც. ჰალო! გაიცანი. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ რომელიც გენებო. ბოდიში? თუ შეიძლება აბზანოთ. ბოდიში? ერთი. ვერ აბზანოთ. აბა, რა უნდა წავედი. მეთქვა? ხო მართლა, ეს მაწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას მემარება? ელთაძე. დაუჩქარეთ. წავედი. იცით რა? მე არ მოველოდი. რას? თქვენთან აქ შეხვედრას. ალბათ პრაქტიკაზე ხართ ინსტიტუტიდან. ეზიგო. მოდია. მოდი. მიღუპებით. სულად არის სახლა. რა მოხდა? დედია შენმა დაიჭნა გინდა თუ არ უნდა დაპატიჟო პროფესორი. შენ დაპატიჟებ. ვალიგო, ორი მანქანა ასლანთან უნივერვარ. ცაცში ვარ, ჩავაგნის ცაცში. არის. სევერიან. ო, მელიტონს რა ხლა ვარ, ჩემს მელიტონს. როგორ რა იყო, რა ფერი გადის, კაც? ჰა? მიღუპე. რა მოხდა? უნდა მიშვენა. კი შენი ჭირი? პირას უნდა მოხვიდე ჩემთან სახლში. რატო? ფორმალს. შეგარცხვინა ვერთ მაშინ შემაშინა კაც. ბიჭო, შენს ოჯახში მიპატიჟებას ვერ ღირსე და მაგაზე გეტყვი ვარ? ოღონდ იცოდე. შენ სევერიან ძივძივაძე არ ახ. ჰა? აბა ვინ ვარ? გამარჯობათ პატიცემულო. გამარჯობათ. მე რეზიკოს დედა ვარ, მელიტონის მეუღლე. თბილისში მივიდა. გახსოვთ, ხო? სასიამოვნო. პირას ჩვენთან უნდა მოვხსნა. პატარა ბაღშა მივიდგავს და ძალიან გთხოვთ. მისამართი ხომ გახსოვთ? შუბლაძის სოცი, სხვათა შორის თქვენი კოლეგაც იქნება. პროფესორი ვაშაკიძე. შენ ხარ კონსერვატორიის პროფესორი ვაშაკიძე. მელიტო. შენი ჭირი. ბიჭო, ხარხულია დირექტორი ვარ, თუ გინდა ჩემწოს. გული. ნუ მოხვა. შერა გითხრა ეს რა სადარდებელი სხვა გზა არ მაქვს. ბიჭო, ვინმე რომ იცნობს, ვეღარავინ ვერ გიცნობს. ყველანი სიტყვას დაპატიჟებ. გმადლობთ, ვეცდები. ძალიან აუცილებლად. დედა, გაიგონე? უსიკვდილოთ მოვალო. დირექტორი. არა. პროფესორი. ატაკამის. მე ვფიქრობ პროფესორი დავსვათ აქ. არავითარ შემთხვევაში. აქედან სამზარეულოს გარეთ. აი აქ. მართალია. მაშინ ხიზილალა დადგათ აქ. მელიტონ, პაპიროს თუ ეწევა? გონი ეწევა. დედა, საფერფლე. მოიგეთ ბატონო. ეს ზედმეტია.
აბა თუ მიხვდები ვინ უნდა მოვიდეს. მუსიკას მცოდნე. ვინ? აი ისე რომ კბილი ამოუღე. ქუჩაში შემხვდა. ძლივს გავბედე მისვლა, ძალიან თხოვე. დამტირდა მოვალო. ვიცოდი გაგეხარდებოდა. ძალიან. მოვიდა. მობრძანდით, პატიცემულო შალვა. ხო, ყველაფერი იგზია. გაიცანით ჩემ მეუღლე. გამარჯობათ პატიცემულო შალვა. სასიამოვნოა. რეზიკოს ვახლავარ ჩემს სიავაღეს. ხო, გმადლობთ პატიცემულო სიდედრის შალვა. ბიძაშვილი. გამარჯობა. სიდედრის ძმის შვილიშვილი. გამარჯობა. ის ძალი. სასიამოვნო. სიდედრის და. მაბადიეთ. სიდედრის მა. გამარჯობა. სიდედრის მა. პატიცემულო შალვა. ბოდიშ ვიხდი ბატონებო გალოდი. რას ბრდადი პატიცემულო შალვა. ხელის გადაბანას ხომ არ ინებები? შეიძლება. მოგცანით ჩემს კაბინეტში პატიცემულო შალვა. სულ დამავსდა. გაიცანით სიდედრის ისუ. გაუთხოვ. enchanté de votre connaissance. გმადლობთ ყურადღებისგან. მაბადიეთ. ღმერთო. ხეთა შეხედეთ. რატადებალი არა? დედა ყურადღებიანი. ხო რა ბაგაჟის პატრონის შანს? კაცი უნდა ვარგოდეს კაცად, თორემ ეხლა მანქანებიც კი არ ასწავლი. მართალია. რა არის ეს რა? ლირა. ირა? ლირა. ი პროფესორი, კი. შენ რა გითხრა? ისე შემოყვედი მართლა პროფესორი მეგონა. მამა ჩემს რა უთხარი თორემ ისეთ მსახიობი ვიყო პანთეონში დასაფლავება არ მცდება. დილად არ ახსნება. ისე შენი ხათრით მინდა თორემ აბა მუსიკალურ ტერმინოლოგიას გადავხედე. კიდევ ხომ არ მოვავიდე. ალისას დაუპატიჟე ერთი მუსიკალს. ხუბავ. არა. არ მოვა. რაიც. 101 დაპატიჟე ხომ არა. ხომ არაფერია საჭირო? ყველაფერი რიგ. ალისა. ვინ იყო? არავინ, მეზობელი. მობრძანდით? ხო. აბა შენიცი. ხო. კიდევ ერთ ხელფატიებას ახსოვს ბატონებო. ხო. მოგძანი. ახ ეს. დაბრდადით პატიცემულო შალვა? გამძანით. საჯიბოგა. პატიცემულო დომენ. მადლობ. დაბრდადით. ხო პატიცემულო შალვა. დაბრდადით. ილფეშო. გამძანებოდა? ცხელა ბატონებო. რაიო, ხელა. პატიცემულოს საზღვრული მომენტის მოწმენა. მელიტონის ოჯახს ეცვია საყოველთაოდ ისტორია. პროგრესული კულტურის უანგარო მოღვაწე. ჩვენი დროის დიდი ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს არაერთი უსახელო მწერალი. დიახ, უსახელო მწერალი. ფიზკულტურელი ბრძანდება, თუ? ხელოვნებისა, პატიცემულო დომენ. ხელოვნების. თქვენ პატიცემულო შალვა. როგორც მშობელი დედას უნდა, რესიკოს ნამდვილად ნიჭიერული ხმის ჩამოყალიბების. რესიკო არის ხის ნედლი ტოტი. დიახ, ნედლი ტოტი, რომლისგანაც თქვენმა მადლიერმა ხელმა უნდა გამოთალოს ხმატკბილის სალამი. ეს ტოტი არის ამონაყარი იმ ფესვმაგარი მუხისა, რომელსაც ვერ ამოაგდებს წნების ქარიშხალი. სინამდვილე. მეგონიგოთად სიამოვნებით შევსვათ თქვენი საკითხი. მეგობრებო, მე მინდა ჩვენი ოჯახი განათესაების სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადო პატიცემულ შალვას. დაგაგზავნებოდეთ მადლობა. დიდი მადლობა.
ო, ბებიკო მართალია. რეზიკო. სულ კარგად და ბედნიერად ბატონო. ბატონებო. ჩვენ ხელოვნების შაკეთ ერთი დიდი ვიზანის პასუხი. მიცეთ სულიერი საზრდო, იგი სოლტეგიო. ჩვენს მომავლის მქონე ახალად. ბატონებო, ადამიანის აღზრდა აკვიდან იწყება. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამყარებს სათამაშოების სწავლას. აი მე თქვენ გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? რატომ? მოიწმინეთ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. დიახ. ხოდა ასია სიმღერად. ესე იგი,იანო, ფურტისი. სიმღერა სიცოცხლის წყაროა. ესე იგი, დომინუენტო. მადლობა სულხანსანებს ბატონო. ჩემზე თქვა დომენტიო. მაგრამ ბატონებო, მარტო სიმღერით ფონს ვერ გახვალ. როგორც განსვენებული ბეთჰოვენი ამბობს. ალბათ ის არის თქვენი მეგობარი, მუსიკას მცოდნე. აჰა, სიამოვნო. შემოდი. რეზიკოს გვერდით დაბრძანეთ. რეზიკო. კუცა. ეს შედის კონსერვატორიის სტუდენტებია. არა წელს ვერ მოხდნენ. ისე კაი ბიჭებია. hello. რეზიკოს ამხანაგები არიან. რეზიკოს. ხო, დასმობდი. სოლვეჯია. არა. ხო. როგორც ხონებული მოცარტი, და ხოლმე საჭიროა შრომაც. პიჩიკატო. რომელ კაცზე ლაპარაკობ? მადლობას მოგახსენე. ბოდიში. დიდი ხანია ჩვენს კონსერვატორიაში რომ ვასწავლეთ, ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა. მანამდე სადმე ვატეობდი? მანამდე ოდესა, კიევი, ლენინგრადი, მოსკოვი. ნამდვილად თქვენი მეგობარია. ნამდვილად ის არის. მერიდონ, არ მითხრა ახლა ეს აქტორიო. ხოლოდ ხუთი პარა. აურად რო გასულა. ბატონებო, უნდა დაგწო. შევოდ, გადაუდებელი საქმეები მაქვს, სიამოვნებით, რა. ხალბატონო გუთა როგორ მინდა დავჭე, მაგრამ არ მოიდიეთ, არ მოვიდა. რაკაცია, ბატონო შალვა, ასვასაპირე. არა, გაქცევა ხოლმე. მერიდონ, კაცო. ბატონო, რეზიკო ძალიან მაყოფილია თქვენი ლექციები. არა რეზიკო? დიახ, ძალიან. რეზიკო. Եկելի
სახელს ამლადავენ ეთელი ისე გეღერება იწოს გემღერება გახსოვდე შენ ხარ ჩემი დედო ხვალა გასმოვდე შენთან თალმერდები Excellent. Хорошо, ребята. პატიცემულო შალვა, შეიძლება ერთი წუთი? მე ბატონო. დიახ. შეუნე. იგივე. გულიკო, ნეტა შენ თუ გეგრძება პატიცემული შალვას მოსმენ. ჩვენ თანაპირე? დიახ, გახსოვთ ამასინათ ოლიმპიადაზე? ცეკვავდა რა? როგორ გეკადრება, ძველოდა? ხელოდა, ხო ეცუდეთ. სხვა არაფრის გაგონება არ უნდა. იცით მთავარია ბულუა რა? ჟელანი. სურვილიო. გესმის გულიკო, მთავარია სურვილიო. თავარია სურვილი და მე ყველაფერი მოგვარდება ბატონო. მოგზაი. ეს რა გაიგეთებია, კაცო? ის არის ხო? ვარლავ, ნახე რა გოგეთებია რა. როგორ გავს? მაჩვენე კაცო. ვაი, ეს ის არის. შეხედე კაცო. როგორ გავს? იმან ეს მე, იმაგაკეთა. ჩვენიცი სათამაშო ბავშვის სულიერი საზო. დია. აი ხანდახან თქმაც გძნელია, სიმღერაა უფრო მთავარი თუ სათამაშო. დია. სათამაშო მაინც ვარ. რითმეტყვი ჩვენ უпроსტად. კინო, თეატრი, ფეხბურთი, ტელევიზორი, ურმალიზარი. ბავშვ ისევ სათამაშო. რა ვარ ჩვენ ამის შემდეგ ვალდებული მივცეთ მას ამაზი ხალისიანი სათამაშოები. ამხანაგება ადამიანი, რომელიც სათამაშოებს ქმნის, ის პოეტია, ნამდვილი პოეტი. ისანდიდან შემომვლელო ვაიმე უიმე მაჩვენე. რა გადასარევია? ვიღაცას მაგონებს, ნამდვილად. თუ შეიძლება. შესანიშნავია. ასეთ გასართობზე ბავშვების კი არ იტყოდნენ ვარ. ალისა, ვის ასეთი ნიჭი ჰქონია და ხმას არ იღებ? აუცილებლად უნდა აჩვინო ვინმე. არა, პატიცემულო შალვა. გასაკვირველი. მართლა. ბატონო მელიტო. თქვენ შემთხვევით სათამაშოების ფაბრიკაში ხომ არავის იცით? არავის არ გიცნობ. მე რომ ფაბრიკის დირექტორი ვიყო, პარლამი იცნობს დირექტორის ნამს. ვის კორესპონდენტ სირბილაძეს? ხო. ვიცნობ კი არა თუ გინდათ ახლავე აქ გავაჩენ თავის ფოტოაპარატი. დარეკავს. მაგრამ ჩაგხატავს კიდეც, რასაკვირველია. გადასარევი აზრია. სახსოვრად მაინც დაგვრჩება პატიცემულ პროფესორის სახე. მე მგონი არ ღირს ამისათვის კაცის შეწუხება, კალვადონოbles. მართლაც ხერხულია. ხომარებია აპარატი მოიდან და სურათია. ჩემი ხათრით ქვას შეუშვეს თავს. რაღაც უცდი დაურეკე. ახლავე ბატონებო, ახლავე.
Allo. 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 არ პასუხობს? გაფრჩებული. აბა, როგორ ბატონო შალვა მიგდები? ნუ დახვალ ბატონო გუცად რო არის. ერთადერთი ფოტო. ბატონო შალვა მიბრძანდები? დაბრძანდი პატიცემლო შალვა? პირდაპირ. ყველაფერი იგზია. აბა? ხო? ეს თქვენი კოლეგა იქნება კონსერვატორიაში. Sesión. Medito. Ciudat. გამარდი. ვაიმე Არიგეთ მასალები დროა. ნუ აგვიანებ. როგორ ახლა? აჯება. სამ, ეს? დავაწყო. ეს რა არის? შენ გააკეთე? არა, აბა ვინ? არ ვიცი. არის. Reziko. დი. შენი ხუმრე? Reziko. არა ბატონო მე არ. ყაჩა. ოჩახ რეზიკო. კარგია, კარგი. ლალი. დაგელაპარაკებით თუ ერთ პირობას მოიცემთ. რას? შუა სიტყვაზე არ მიმატოვებთ. თანახმოვარ. განაგრძეთ. ქალიშვილო, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ნახვასაც შეიძლება? როგორ არის? აი ის კარებია, ხელმარჯვნივ. დამოგძანდა. მიგძანდი. მადლობ. როგორ გეკადრებათ ბატონო? ჩვენი პროდუქცია მთელ კავშირშია ცნობილი. საზღვარგარეთ? დიახ. მოიწმიდეთ, თქვენი ბავშვი რამდენი წლისაა? გამარჯობათ, პატივცემულო შალვა. გამარჯობათ, კეთება. დაბრძანი. მადლობ. რაც გნებავთ? ლომები, ლეფხვები, დათუნიები, ფისუნია. დაბრძანი. არა, თქვენ მერე დაგირეკავთ. თქვენ ჩემთან? არა. მე ფაბრიკის დირექტორი მინდოდა. თქვენ საიდან გაჩნდით აქ? დირექტორი მეგახლა? ხა? აი.
როგორ პატივცემულო შალვა? ქალბატონო, თუ მე მელაპარაკები, ჩემი სახელია ქსევერია. როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით? ჩემი რეზიკოს პროფესორი. არ რომ ესმის. რა რეზიკო, რის პროფესორი? სწორედ არ მესმის. პატივცემულო შალვა. ქალბატონო, რას გავს ეს? არავით არის შალვა. მე ვარ სევერიან ციცივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. დიახ. აი, უყურეთ. როგორ ბატონო, წუხელ ჩვენთან არ ბრძანდებოდით? არა, ქალბატონო, არა. თქვენ რაღაც გეშლეთ. სასწაული. პატივცემულო შალვა. ბოდიში სევერია. პირდაპირ თვალებს არ უჭერი. ხმა? ხმა? დიახ. რატომ ბატონო, რის ხმა? თუმცა მე მესმის თქვენი ხანდახან ხდება ხოლმე. თქვენ მგონი რაღაც საქმე გქონდათ ჩემ. მე იმ საკითხზე. ესე იგი სათამაშოები. რა? სათამაშოები. ვერ გავიგე. ჩემი რიზიკო კონსერვატორიაში სწავლობს და სახლში. სახალისო ჩხილკედელაობს. პროფესორ მამაშაკიძემ მისჩია თქვენთან მომეტანა. მომენტით გეცა. და საინტერესოა. იცით რა? დამიტოვე. განვიხილავთ სამხატვრო საბჭოზე და თქვენი მისამართი. ბელთაძის ქუჩა. შუბლაძის ქუჩა. შუბლაძის 20. მელიტონ ბელთაძე. მელიტონ გრიგორია? ბელთაძე. კერგი გვარი. ბელთაძე. ასე პასუხს პოსტით შეგატყობინებთ. დიახ, აი, ასე. მადლობთ. ბოდიში. კარგად ზანდებოდეთ. მელიტონ. ისმენ? ახლა. პატივცემულო მელიტონ, ტელეფონი. ისმენ? სევერია. როგორ? მე? იქნება შესწრები. როგორ? მაღალი, მელოდი, გრძელი ცხვირი, სათვალეები. ხმა? სულ სათამაშოები კი ეკერა პირზე. აქ რაღაც ამბავია. შეიძლება მე ვცდები. და იქნება არ ვცდები. რა იცი, იქნება ბავშვი არ ზდების კონსერვატორიაში. მელიტონ. რა კარგია რომ მოხვედი. ძალიან ცხელა მელიტონ გარეთ. იცის ქვეყანა. დედა, არ ვისადილოთ? მე რეზიკო. დაგვიანდება. და მე რაღაც კრება მაქვსო. კი, მაგრამ სახლში ვერ დარეკა მელიტონ. იქნება დარეკა. მაგრამ ტელეფონი რომ გვაქვს გაფუჭებული. კარგი, მელიტონ, გენაცვალე. დედა, სამოთი მომეხმარე. კილათ მელიტონ. სახლში. მე ბიბლიოთეკაში. საჯარო? დიახ. წარმოუდგენელი. რატომ ერთხელ მაინც არ შეხვდით? თქვენც დადიხართ? დღე არ გამიცდენია? არ ვიცი. ნახვამდის. უკაცრავად, საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანია? ისევე კარი.
კეცხოველის ქუჩაზე. კეცხოველის ქუჩაზე. გმადლობთ. მამა, ფული. რა ფული? დღეს სტიპენდიის დღეა. მერე? აბა ხუთები რო ჩამიჭიგირი რა გეგონა? დღეს ცოტა შემაგვიანდება, მამიკა. მერე? ინჟინერი. მერე? მერე კოსმონავტი. მინდოდა დავინახა მართლა მრგვალია დედამიწა თუ არა? მერე? მერე მომღერა. მერე? მერე ღრუბლებიდან სკუპ პირდაპირ სათამაშოებში. ახლა რა საპირებ? ახლა? ცეკვას. მოდი ვიცეკვათ. არ მინდა? მაშინ მოდი კენჭი ვყაროთ. ყველაფერს ბედი უნდა. დავიდეთ. გიყვარს ცეკვა? კი. შენ? დღეს დილამდე რო ვიცეკვას მგონია არ დავიღლე. რატომ დღეს? როგორ გითხრა? ეს დღე თითქმის ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის? ესე იგი არ ყოფილა ყველაზე ბედნიერი. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჯერა რომ სულ მალე დადგება, სულ მალე. ხეშეთ მომნით. დღესაც გონიათ კონსერვატორიაში ვსწავლობ. რა ვქნა არ ვიცი. მე მგონია, უნდა უთხრე.
ამიგო. Сенгенацвале, Резико. ხომ გეუბნებოდი მეწავალმეთქი. ესაა საქმე? ეგ არაფერია. კიდევ კარგი კონსერვატორიაში რომ დადის. ახლა ის ვაშაკიძე მაწუხებს. იქნება მართლა შემეშალა. თითქოს იმას ცხვირი უფრო გრძელი ჰქონდა. ახლა მეუბნები? არ ვიცი, მე თვითონ დავიბენი. დედა, წერილია ფაბრიკიდან. რა? რეზიკოს სათამაშო მიუღია. დედა რა მიხარია? ახლა რეზიკოს უნდა ვახარო. არ გაბედო. მელიტონმა და რეზიკომ არ გაიგო. დედა, ნამდვილად ვამბავი. ქარიშხალმა გადაიარა. ეს ის წუთებია, როდესაც გჯერა ადამიანის და სადღაც გულის სიღრმეში სინდისის ქენჩნასაც კი განიცდი მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობისას. მადლობა ღმერთს დროზე მოხვედი. შენ რაღაც კარგად გამოიყურები, ბებიშო, ა? დედა, თავრობის საჩუქარი მოგიტანა. პირველი სტიპენდია. მადლობა, დედა, ამ დღესაც მოვესწარი. დანარჩენი რა უყავი? დანარჩენი დამიგვიდეს. ძალიან ბევრი დაუხვიდიათ. რა არიგაცე? კარგი ბურძელი, ახალი ბურძელი. კარგებია მერჩია. სამიებაც, ალბათ. გამპალია. მოგზანდი მეგობარო. აჩაუჭე, კარგი ვაში, მოგზანდი. მოგზანდი, ინებეთ, დაგერ კარგი ვაში, მოგზანდი. აბა კაი ბურძელი. კარგი ვაში, ინებეთ. ახალი ბურძელი. აი, მომეც. ინებეთ ბატონო. ხურდა ინებეთ ბატონო. ინებდა. არ მინდა ბატონო. ხურდა ინებდა. მოქალაქე. ბატონო შალვა. არა, ხალ ბატონო, რა შალვა, რის ბატონო შალვა. შალვა. თავი დამანებეთ. ერთი წუთი ბატონო.
გულის მერხიდან წარმოებაში. გოგოებო, შეხედეთ, მოდია. ლალი, ცირა. შენ აქ დამიცადე. კარგი? დედა, პირველი ხელფასი. დედა, გოდიში. ბიბლიოთეკაში მიმეჩქარებ.